ჩვენ დღეს დილით ვუყურეთ, აქვს ერთადერთი მიზანი, რომ დააშინონ საქართველოს მოქალაქეები და რომ არავის არ ქონდეს სურვილი და უნარი იმისი, რომ რაღაც გააპროტესტოს და წინააღმდეგობა გაწიოს. ხო, ახლა განსაკუთრებით ამ ფონდებთან დაკავშირებით რატო არის ეს გაშმაგებული დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეს ფონდები იყვნენ და არიან ის ფონდები, რომლებიც ეხმარებოდნენ ადამიანებს, ხო, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, მათ შორის შესაბამისად ამით ერთი არსებული საპროტესტო მუხტის მოგუდვა არის ახლა მიზანი ხელისუფლების და მეორეს მხრივ ყველა ის ადამიანი, რომელმაც შეიძლება იფიქროს კიდე რომ აი მეც რაღაცა გავაპროტესტო და გამოვიდა, მისთვის უნდა იყოს ხელისუფლების ეს ქმედება მათი აზრით შემაკავებელი, რომ აღარ გააპროტესტოს. თუმცა ეს იმ ფორმით ახლა რა ფორმითაც შევიდნენ დღეს და გააკეთეს ეს ყველაფერი გასაკუთრებით ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი და ამ ხელისუფლების პირობებში სანამ ეს ხელისუფლება იქნება ეს კრიმინალური დაჯგუფება იქნება ხელისუფლებაში მოსალოდნელი არის კიდევ უფრო ძიმე ფორმებითაც, მაგრამ ზოგადად ეს ყველაფერი არ არის ის, რაც საბოლოო ჯამში სიკეთეს მოუტანს ისევ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი მცდელობა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ახლა თითოეული ჩვენთაგანისთვის იმის ყურება, რაც მოხდა, ხო, თვითონ პროტესტის მონაწილე ადამიანებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვის სახლშიც შედიან, ნებისმიერ ასეთ ძალადობას, ნებისმიერ ასეთ ქმედებას საბოლოოდ მაინც მოყვება ის, რომ საბოლოოდ მაინც უტრიალდება დიქტატურას, მათ შორის თავის მომხრეებშიც. ეს არის გარდაუვალი, ეს არის ის ისტორიული გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვინახავს, ვიცით დიქტატორულ რეჟიმებთან დაკავშირებით და ეს არის ის, რა ბოლო წელის ბიძინა ივანიშვილს. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მორალურად ეს არ არის მარტივი ამბავი, რასაც ვუყურეთ და რასაც გავდივართ, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ ვიყოთ ძლიერად და ვფიქრობდეთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, იმიტომ რომ რო არ იყოს ეხლა ეს წინააღმდეგობის მოძრაობა მაკაროს თავზე, თუნდაც რაც ხდება, ხო? ეს ქმედებები არ ეკნებოდა ქართულ ოცნებას, ხო? ქართულ ოცნებას ეს შიში იმ წინააღმდეგობის, რაც ქვეყანაში არის და აქ არ არის მარტო წინააღმდეგობაზე და იმაზე რუსთაველზე რაც ხდება. ხა ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რის ფასად დაუჯდა მას ამარჩევნების მიტაცება, ხო? რეალურად მიტაცება. იცის ძალიან კარგად, რომ მას მისი მომხრეები ამ ქვეყანაში უმრავლესობა არ არიან. იცის, რომ მას მოუწია სპეცოპერაციის ჩატარება იმისთვის, რომ არჩევნები მიეტაცებია და იცის, რამხელა საპროტესტო მუხტი არის საქართველოს მოქალაქეებში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველა ეს ადამიანი არ დგას. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ დაიჭირეს, ცემეს, სახისმლები დაუნტრიეს, გისოსებს მიღმა გამოკეტეს, თუმცა პროტესტი არ გაჩერებულა. მცდელობებმა 5,000 ჯარიმებს ხო ყოველ დღე არიგებენ, ვეღარც ითვლის ხალხი რამდენი ჯარიმა აქვს მისული. თუმცა მცდელობებმა გაეჩერებინა პროტესტი, არ გაამართლა, შეგვიძლია პირდაპირ თქვათ, იმიტომ რომ ყოველ დღე რუსთაველი იკეტება. ახლა ამით, როდესაც პროკურატურა შეაგზავნა საცხოვრებელ სახლებში, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში სუსიც კი იდგა და საერთოდ რას აკეთებდა იქ სუსი, არავინ არ იცის. აი ამის მიზანი რა იყო, ანი, რომ ძალის დემონსტრირება მოეხდინა, ყურადღება გადაეტანა, თუ ეჩვენებინა, რომ ჩვენგან კი ხალხი მიდის, პოლიტიკური ლიდერშიპი მიდის, მაგრამ სიძლიერე რეჟიმს არ დაუკარგავს? ორი, პირველი ეს რაც თქვით, რომ ანახოს, რომ ფორმაშია და შეუძლია, რომ ანუ ძლიერია და ეს სახელმწიფო ინსტიტუტები მის ხელშია როგორც სადამჯელო მექანიზმები და გამოიყენებს ყოველთვის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ და მეორე პროტესტის ჩახშობა. ანუ ადამიანების ის, რომ ადამიანებს შეეშინდეთ, მაგრამ რეალობა ეს არის, რომ აი ნახონ ახლა ბიძინა ივანიშვილს ცოტა შორიდან რო ახსნათ, ახლა რა არის ბიძინა ივანიშვილის პრობლემა დღეს? ორი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, ეს არის საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ეს არის შიდა წინააღმდეგობა, მაგრამ შიდა წინააღმდეგობა არ არის იმ მასშტაბის, რომლითაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ამ წუთას ძალიან ეშინოდეს. ახლა გრძელვადი ამ პერსპექტივაში ამ წინააღმდეგობას დარწმუნებული ვარ და ეს არის მათ შორის წინააღმდეგობის მოძრაობის ისტორიის გამოცდილებაც ამას გვიჩვენებს, რომ ამ წინააღმდეგობას მოყვება ის, რომ ერთ დღეს ადრე თუ გვიან ეს ხელისუფლება და ეს რეჟიმი ჩამოიმხობა, მაგრამ ამავე დროს ჩამოკიდებული აქვს ბიძინა ივანიშვილს ეს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. საერთაშორისო ლეგიტიმაცია ის, რომ ეს მისი ლეგიტიმაცია არ არის აღიარებული,
რომ არ აღიარებენ მას ევროპის ქვეყნები და არ აღიარებს ამერიკის შეერთებული შტატები, ეს და პლუს სანქციების შემდეგ, ხო, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ბიძინა ივანიშვილისთვის. მაგრამ ეს სანქციების და ეს საერთაშორისო არ აღიარებაც მოიტანა აი ამ წინააღმდეგობამ, ეს რა ქვია, მაკა, რომ არა შიგნით აი ეს წინააღმდეგობა და ყოველდღიური ეს აქციები რაც ხდება, ხო, საერთაშორისო ლეგიტიმაციას და ეს სანქციებიც ვერ იქნება და ისეთი როგორც არის. ეხლა რა ჭირდება ბიძინა ივანიშვილს და რატო გააკეთა ის დღეს რაც გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი რომ ვერ ალაგებს ამ წუთას საერთაშორისოებთან და ეს ლეგიტიმაცია არ აქვს, მას ჭირდება რომ თავარი საფუძველი ამ საერთაშორისო აღიარება არ აღიარების რაც არის და სანქციების რაც არის შიდა წინააღმდეგობა მოშალოს ბოლომდე და ანახოს რომ არაფერი არ არის აქ, არავინ არაფერს არ აპროტესტებს. რა ვინც აპროტესტებს და რაღაცა მცირე ნაწილი აგერ დაისაჯა იმ ციხეშიეთ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ არ დარჩეს აქ არავინ გამპროტესტებელი რომ შემდეგ უფრო მარტივი იყოს მისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან იმაზე საუბარი რომ იქ სანქციები შემსუბუქდეს ან საერთოდ მოიხსნას ან დამატებითი სანქციები არ იყოს და საერთაშორისო ლეგიტიმაცია მიიღოს. იმიტომ რომ საერთაშორისო ლეგიტიმაციის არ არსებობა სანქციებთან ერთად პრობლემას უპირს ახლა გრძელვადიან პერსპექტივაშიც ეს ამ ქვეყნის ეკონომიკას დაეთხოვა ძალიან. მოიტანა რეალურად ხალხის მასშტაბურმა პროტესტმა, ქუჩებში უწყვეტმა პროტესტმა. რა თქვენ ახსენეთ მისი მიზანია მოშალოს შიდა პროტესტი და შიდა წინააღმდეგობა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ არათუ არ მოიშალოს შიდა წინააღმდეგობა ქვეყანაში, არამედ პირიქით უფრო მასშტაბური გახდეს პროტესტი, რომელსაც ჩვენ დედაქალაქის ქუჩაში ვხედავთ. გავიგეთ რა არის ივანიშვილის პრობლემა, რა არის ამ შემთხვევაში ოპოზიციის პრობლემა? ბევრი არის, მე ესე არ დავაკონკრეტებდი რომ მარტო ოპოზიციის პრობლემა, მე მგონია რომ ახლა იმ ეტაპზე ვართ რომ განსაკუთრებით დღევანდელმა მოვლენებმა, ხო, ანახა ძალიან კარგად რომ ეს რეჟიმი არ ყოფს არც პოლიტიკურ პარტიებს, არც სამოქალაქო აქტივისტებს, არც ფონდის დამფუძნებლებს და ასე შემდეგ. ახლა ნანუკა ჟორჟოლიანთან აი რა უნდა გინდოდეს, ხო? აი ადამიანი რომელიც ეხმარება, ვიცი, საქართველოში არ დარჩენილა, მე მგონი არავინ ვისაც არ დაეხმარა, ხო? რა უნდა გინდოდეს 7-თვის ორსულ ქალთან? კი, ნამდვილად. ნუ იცით რა, 7-თვის ორსულ ქალთან ეს ამ ფორმით შეცვლა მე არ გამკვირვებია ქართული ოცნებისგან. როგორ მოვიდა 2012 წელს გახსოვს, ხო? მის 9 თვის ბავშვი მის ქვევრში რო გადამალეს და ჩაახრჩვეს და არცერთ პასუხისმგებლობა არ აუღია. ესეთი ხელისუფლებისგან მე არ მიკვირს რომ 7 თვის ორსულთან ესე შედის და არც ბავშვი აინტერესებს მათ. ეს არის მათი ესე ვთქვათ სტილი ქართული ოცნების. მაგრამ აქ არ ვართ ამ ბრძოლაში არავინ გაყოფილი, არც პოლიტიკური პარტიები, არც სამოქალაქო. ყველას პრობლემას ვიტყვის ჩემი აზრით, რაც არის, ეს არის ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. მაგრამ იმიტომ რომ ხა რეჟიმს ვებძვით, ნახეთ რეჟიმს ყველაფერი აქვს, ჩვენ აქეთა ფლანგზე არაფერი არ აქვს არავის და თან მუდმივად ვარ დევნის, მუდმივად ვარ მოგუდვის, მუდმივად ვარ ნუ ფინანსურად ხო საერთოდ ხო არაფერი და ყველა გაანულა, მაგრამ ფინანსურად თავი დაანებო ყოველდღურად ჩვენ ოჯახის წევრებს უთვალთვალებენ და მუდმივ ამბავში ვარ იმაში ვართ რომ მუდმივი საფრთხის ქვეშა ვართ, ხო? ან ჩვენ არაფერი არ გვაქვს და ჩვენი სიმართლისა და გარდა ჩვენი რა ვიცი ცარიელი ხელებისა ამ ბრძოლაში. შესაბამისად ეს არის ობიექტური მიზეზიც არის იმის რომ ხა ხელისუფლება ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო ძლიერად გამოჩნდეს, თუმცა უფრო ძლიერი არ არის. ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ შეიძლება ძლიერი დაუძახო, რომ ეს სახელმწიფო ისინი აქვს, რა ქვია, ინსტიტუტები უჭირავს ხელში, მაგრამ პროცესი ყველა ერთად უნდა ვზრუნავდეთ იმაზე, მაგრამ რომ პროცესი გახდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი. ნახეთ, ჩვენ ხო ძალიან ბევრჯერ მაგალითად აგვიგნიშნავს, რომ რუსთაველზე შეიძლება ყოველთვის არ არის ის რაოდენობა ხალხის რაც საჭიროა, მაგრამ ის რაოდენობაც კი რაც ყოველდღურად იკრიბება ბიძინა ივანიშვილის არის იმხელა პრობლემა, რომ აი იმას აკეთებს ახლა რასაც აკეთებს ნანუკა ჟორჟოლიანთან და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად ჩვენ ყველა ერთად უნდა ვცდილობდეთ, ვფიქრობდეთ იმაზე, რომ როგორ უნდა გაიშალოს ეს პროტესტი. როგორ უნდა ჩვენ რაღაცები თავიდან გვაქვს დასაწყები, ნახე რას გულისხმობ თავიდან დაწყებას. აი მე მახსოვს 13-14 წლებში, როდესაც ძალიან მცირე ჯგუფებიც კი რეგიონებში ისეთ აქციებს და ისეთ აქტივობებს გეგმავდნენ, რომ რეჟიმი სჭირდებოდა, რომ მთელი თავისი ძალების მობილიზაცია იქ ერთ ადგილას ქონოდა, ხო? ამიტომაც მთავარი საზრუნავი ჩვენ რაც გვაქვს აი ამ არარსებული რესურსების ფონზე არის ის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, დავიგეგმოთ, როგორ შეიძლება ეს პროტესტი გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენ ნახულობთ, რომ კონკრეტულ ჩამოკიდებულ თარიღებზე ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის, მაგრამ ყოველდღიურ პროტესტში, აი ვინც ყოველდღიურად აქტიურია ამ პროტესტში, რა შეუძლია, რომ კიდევ გააკეთოს ის, რომ დამატებითი პრობლემა შექმნას. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, მაგალითად, აი ქართულ ოცნებას დაახლოებით 4 ადგილას რომ იყოს საქართველოს მასშტაბით ერთი და არ არის აუცილებელი რომ მრავალათასიანი. აი კონკრეტულად სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე კონკრეტული აქციები ქართულ ოცნებას გაუჭირდება, რომ ერთდროულად რეაგირება მქონდეს ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ყველა დარბევის დროს ის რესურსი ხმარია. ტაქტიკა არის შესაძლებელი, ამას ამბობთ?
კი, მე ვფიქრობ, რომ სტრატეგიაც დასაგეგმია და პრაქტიკაც არის. თან ეს ჩვენ როგორ არის ეს მაკა ერთხელ დაგეგმილი სტრატეგია არ ყოველთვის, გრძელვადიანად ვერ მუშაობს, ხო? იმიტომ რომ ხელისუფლება არის, ხელისუფლების ხელშია სუსი და ხელისუფლების ხელშია მე რომ ეს ერთხელ დაგეგმილი სტრატეგია აგერიოს და მოგვიდოს და დამატებითი პრობლემები შეგიქმნას, ხო? ამიტომაც მე თუ მგონია რომ რაშიც მგონია რომ ჩვენ ბევრად უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, არის ის რომ აი ეს კოორდინაცია შევძლოთ ერთმანეთთან და ვიზრუნოთ იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ეს პროტესტი გაიშალოს. ამიტომაც ვამბობ ჩვენ, რომ არანაირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ შეიძლება ახლა საუბარი და არანაირ შესვლას ადგილობრივი თვითმმართველობაზე საუბარის პროცესის დაწყებაც კი არ შეიძლება. ეს არის, რაც ახლა ხელისუფლებას უნდა ნორმალიზება, ნახეთ, ცალი ხელით ნორმალიზება სიტუაციის და ცალი ხელით ყველა საპროტესტო მუხტის, მთლიანი საპროტესტო მუხტის ამოგვიდვა და აქტიური ადამიანების ფაქტობრივად გაჩუმება, ხო? ამიტომაც არანაირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველა პოლიტიკური პარტიის, სამოქალაქო ჯგუფების და ყველა აქტიური ადამიანის ამაზე შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს გააქვთ? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არ არის ამაზე შეთანხმება სამწუხაროდ, მაგათ კიდევ ერთხელ ანახებს იმას, რომ სამწუხაროდ და ისეც არის მათ შორის ერთ-ერთი რაც ხელს უშლის ჩემი აზრით ამ ბრძოლას, იმიტომ რომ რაღაც მგონია რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ვერ აცნობიერებენ, რამდენად მძიმე ამბავთან გვაქვს საქმე და რეჟიმთან. ნუ ეხლა თქვენ იცით გახარიას პარტიის დამოკიდებულება თქვა რომ მე ადგილობრივი თვითმმართველობაში ნუ ლელო სიმართლე გითხრა არ ვიცი რას აკეთებს. სანამ პოლიტიკური პატიმრები იქნებიან. თუმცა ეს არ არის ალეკო ელისაშვილს. კი, თუმცა ნახეთ, პოლიტიკური პატიმრების შევლებს აქვს და ყველაზე სწორი პოზიცია, რომ პოლიტიკური პატიმრები არ შეიძლება მარტო ვაჭრობის საგანი იყოს. ნახეთ, ჩვენ ნომერ პირველი ამოცანა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის. კი, მაგრამ ჩვენ გვინახავს ასევე ბიძინა ივანიშვილს რა უკეთებია, ხო? ბიძინა ივანიშვილი რას აკეთებს, რა ახასიათებს, დაიჭერს ადამიანებს, რომ მე შემდეგ მაგით ივაჭროს, ხო? ამ ადამიანებს ხა გამოუშვებ თუ სადღა რაღაცას იზამთან, როგორც გააკეთა იმასთან მელიესთან დაკავშირებით, ამიტომ ძალიან სწორი პოზიცია აქვს პოლიტიკური პატიმრების შევლებს. ძალიან კარგად ესმის მათაც და თითოეულ ჩვენთაგანაც ვის ამ ბრძოლაშია 13 წელია, რომ შეიძლება ერთხელ პოლიტიკური პატიმრები გამოუშვებიო, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში ისევ ახალი პოლიტიკური პატიმრები გეყოლება. ამიტომაც თავარი მიზანი უნდა იყოს წინააღმდეგობის გაძლიერება და რეჟიმის კიდევ უფრო მეტად დასუსტება. მადლობა, მადლობა. ანი წითლიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო დღის ამბების